მართა ისეთი ლამაზი იყო, ქუჩაში აჩერებდნენ და რა ლამაზი ხარ მართა ორეუბნეოდნენ. ლამაზი კი არა ვარ, ულამაზესი ვარო და აი ეს ულამაზესი ბავშვი ისეთი დაჩენჩხილი არის, რომ სისხლი ვერ გაუჩერეთ. სამჯერ გამოუცვალეთ, კაბას ვერ ვაცმეთ, ვერც დედას და ვერც შვილს და სიკვდილიც არის და სიკვდილიც ხალხო, საკუთარი ბავშვი ფეხებზე მოეხვია, თურმე ისე მოკვდა. სიკვდილიც დედის, დედა საკუთარი შვილის სიკვდილია ნახას, მართაო, მარტო ეგ დაიძახა თურმე, მართაო. მესამე დღეა შემთხვევის ადგილას ადამიანები ყვავილებითა და ბავშვის სათამაშოებით მიდიან. დიდისა და პატარა გოგონას ხსოვნას პატივს მიაგებენ და მათთვის ანთებულ სანთლებთან წუთიერი დუმილით ჩერდებიან. ადგილი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ბევრ კითხვას აჩენს. სწორედ ამ ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდნენ დედაშვილი, როცა მათ მანქანა შეეჯახა. თუმცა შესაბამისი მონიშნვის კვალი თითქმის წაშლილია. ადგილობრივები გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე და სამართალდამცველთა მხრიდან უპასუხისმგებლობაზე მიუთითებენ. წაშლილია რეალურად ზებრა გადასასვლელი, ხო? უკვე ჩნდება საზოგადოებაში მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ დაიხაზოს, განათდეს, არის იდეა იმის შესახებაც, რომ იყოს ამაღლებული ზებრა გადასასვლელები, იმიტომ რომ მანქანებმა შეანელონ სვლა და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ხო? ერთი დღე იყო რაღაცა ჯგუფს, საზოგადოების რაღაცა ნაწილს იმისთვის, რომ მდუმარეთ ყოფილიყო ეს ქალაქი. გუშინ უკვე გვესმოდა და ამის შესახებ პოსტიც დავწერე, ძრავები ისევ აღმოილეს, ისევ დაიწყეს რბოლა, ისევ დაიწყეს ეს დრიფტი ეგრეთ წოდებული, ხო და სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გააძლიერონ რა მუშაობა აი ამ მიმართულებით. გული მეწვის და მთელი ქალაქი გლოვობს ანისა და თავის პატარა გოგოს. სირცხვილია, კაროჩე, რომ ქალაქში ესეთი რამე ხდება. 225 დანაშაული რო აქვს კაც ჩადენილი. იმას რა პრავა უნდა ქონდეს, არ ვიცი, რავი, ეს ეთყობა ფულით ისაზღვრება ეს ყველაფერი. მეტი არაფრით. ოჯახში სამძიმარზე მისულთა ნაკადი არ წყდება. ხვალ მოკლულ დედაშვილს გორის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვილი გაიმართება. ზეკი დაკრძალავენ. დაკავებულ მძღოლს წარდგენილი ბრალით 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ ძალიან ძიმე საკითხზე საუბარს სტუდიაში გამოაგზავნებთ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი გვესტუმრა. საღამშვიდობისა დავით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. აი ეს ძალიან ძიმე შემთხვევა, რომელიც გორში მოხდა და რომელსაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ როგორც რაღაც განცალკევებულ, თუნდაც ძალიან ძიმე შემთხვევას. ჩვენ ხედავთ, რომ აშკარად სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. თქვენ როგორც ამ საქმის პროფესიონალს, რას გეუბნებათ გორში მომხდარი აი ეს დანაშაული? საღამომშვიდობისა, მართლა ძალიან ძიმე ტრაგედია და მე მინდა პირველ რიგში ოჯახს სამძიმარი გამოუცხადო და ამავდროულად მადლობა გადაუხადო ქალბატონ ირმას, რომელიც აი მძიმე პერიოდში ახერხებს ეთერით გამოსვლას, ტელევიზიით პოზიციის დაფიქსირებას, იმიტომ რომ ეს გმირობის ტოლფასია, როდესაც ოჯახი ასეთ ტრაგედია აქვს და ადამიანი გამოდის და საუბრობს, რატომ? იმიტომ რომ სხვა ოჯახებს აარიდოს ტრაგედიები, რაც ძალიან დასაფასებელია. თქვენ სწორად თქვით სიტყვა, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები ეს არის კომპლექსური, ეს არ არის რამე ერთი კონკრეტული მიზეზით გამოწვეული ხოლმე. ამიტომ აი აქ ამ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არის სისტემური პრობლემა, იმიტომ რომ დაწყებული კანონის ახსნილების ეფექტიანობით, გაგრძელებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობით ძალიან ბევრი რამე იკვეთება ერთობლივად. და ხო, თავარი კიდე ის არის, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, ამ ფაქტის შესახებ გავიგეთ ეს ტელევიზიამ გააშუქა ეს ოჯახის დამსახურებით, რა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ ის მოახერხეს და ეს ძალა იპოვეს თავის თავში. და აქვე უნდა ვთქვათ, რომ ასეთი 450 შემთხვევა არის ყოველწლიურად საქართველოში და 7000-ზე მეტი დასახიჩრებული ყოველწლიურად საქართველოში. სტატისტიკას რაც შეეხება, მე მაინც დღეს კიდევ ერთხელ გადავამოწმე, ვიცოდი რომ სტატისტიკაში ძალიან ცუდი ისეთი ვითარება ქონდა. მთელი ევროპის მასშტაბით, აქ საუბარი არ არის ევროკავშირზე, ეხლა ამ შემთხვევაში 2022-2024 წელს საქართველო არის პირველ ადგილზე დაღუპულების მაჩვენებლით გზებზე. ანუ მთელი ევროპის მასშტაბით დიახ, პირველ ადგილზე. ჩვენს მერე არის სომხეთი. სომხეთმა ბოლო ამ პერიოდის განმავლობაში დაიწყო რეფორმების გატარება და მე დარწმუნებული ვარ, უბრალოდ გძნობ, რომ ისინი გარკვეულ
პროგრესს საგზაო უსაფრთხოების ნაწილში აჩვენებენ, რაც შეეხება საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში საქართველო არის პირველ ადგილზე დაღუპულების მაჩვენებლით. ნუ აქ ევროკავშირზე აღარაფერია სასაუბრო, იმიტომ რომ სამჯერ აღემატება საქართველოში დაღუპულების რაოდენობა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს, ხოლო საუკეთესოს 6-ზე 7ჯერაც კი. კი ბატონო, ჩვენ აი ამ ფართო სურათს აუცილებლად შევეხოთ ცოტა მოგვიანებით, იმიტომ რომ ეს უნიშნელოვანესი ფაქტებია. აი რაც შეეხება აი ამ კონკრეტულ შემთხვევას და მოდი ამოვიდეთ აქედან, იმიტომ რომ ჩვენმა აუდიტორიამ ალბათ დასვა შეკითხვა საკუთარ თავთანაც და ზოგადად რატომ შეიძლება იყოს ეს სისტემური დანაშაული. ვნახეთ რომ ნასვამი წყოლი დაეტაკა დაეჯახა დედა შვილს და ორივე დაიღუპა. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება და ძალიან ცუდია ეს, რომ ნასვამი ადამიანი საჭესთან ზის და მაგრამ ესეც ხდება. შეიძლება ვიღაცამ ასე იფიქროს. რატომ არ არის ეს სწორი მსჯელობა და რატომ არის სწორი ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე? ხო, სამწუხაროდ საზოგადოებად შეეჩვია იმას, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა თუ ხდება, ეს ნორმა არის და თუ მოხდა ხა ავტოსაგზაო შემთხვევა შეიძლება ვიღაც დაიღუპოს, უკვე ხალხი ესე შეეჩვია ამას და მე მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ არა, მეგობრებო, ეს არ არის ნორმა, ამის ნორმალიზება არ შეიძლება, ვინაიდან უკვე ჩვენ გვაქვს თანამედროვე გამოცდილებაც, საერთაშორისო პრაქტიკა გვეუბნება რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებში დაღუპულების მაჩვენებელი უნდა იყოს 0. შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს, მაგრამ სისტემა უნდა მუშაობდეს განულებაზე დაღუპულების. ჩვენ შემთხვევაში მივიღეთ ესეთი სურათი, რაც ჩანს, ხო, რაც გამოიკვეთა, რომ კანონის აღსრულება იყო პრაქტიკულად 0-ის დონეზე, გზებზე კანონის აღსრულება და რატომ ხდება ჩვენ უკვე თვეები ამაზე ვსაუბრობ, მათ შორის მეც რომ ალბათ გახსოვთ ყველას ქულათა სისტემა როცა ინერგებოდა, ჩვენ მხარი დაუჭირეთ ამას და რატომ? იმიტომ რომ ფინანსურად ძლიერია ადამიანი თუ ფინანსურად შეჭიროებული, კანონთან გათანაბრებული უნდა იყოს, თუ ისე დარღვევას აქვს ადგილი, რომელიც ხვის სიცოცხლეს და მისივე სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ხო ეს? ეს იყო ამის თავარი ამოცანა, რატომაც ჩვენ ხარი დაუჭირეთ. ქულათა სისტემა არის ნაწილობრივ დანერგილი, ის არ არის მიბმული კამერებზე და რა სურათი მივიღეთ ის, რომ ადამიანს შეუძლია დაარღვიოს საგზაო მოძრაობის წესები, გადაიხადოს ჯარიმა, შემდეგ ისევ დაარღვიოს, სანამ გაუვა შეადგინოს ან შექმნას თავის საგზაო მოძრაობის წესი. თვითონ როგორც უნდა ისეთ საგზაო მოძრაობის წესი შექმნას. ეს არის პირველ რიგში ყველაზე დიდი და ძირეული ჩავარდნა აი ამ ამბის, რომ როგორ შეიძლება ადამიანს ესე ვთქვათ, ყველანაირი ლოგიკით განულებული უნდა ქონდეს მართვის მოწმობაზე ქულები, უკვე რამდენი ხანია, მას მართვის მოწმობა არ უნდა ქონდეს. ესე იგი რა აძლევს აი ამ მექანიზმს რა აძლევს ძღოლს, რომ მისი ქულები არ ნულდება, ასე ვთქვათ. არა, იმიტომ კამერაზე არ არის კანონის აღსრულება. ამ ადამიანს ასობით ვიდეო ჯარიმა ჰქონდა, მაგრამ მაინც მოძრაობდა, ხო? ძალიან ბევრი, ზუსტად ეს არის ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის და უпроსტად კრიტიკის საფუძველიც, რომ დღეს ჩვენ ყავს გზებზე ადამიანები, რომელთაც მართვის მოწმობა არ უნდა ქონდეთ. ანუ კანონის აღსრულება რო იყოს სათანადო დონეზე, ანუ ვიდეო კამერებზე რო იყოს, არ არის მიბმული. არ არის მიბმული. ვიდეო კამერებზე მიბმული რო იყოს ქულათა სისტემა, გამოდის ისე, რომ დღეს ათასობით ადამიანს ეს შეიძლება ასობით ადამიანს არ უნდა ქონდეს მართვის მოწმობა. ფალნათლივ პრობლემაა, ხო? კი, ძალიან ფალნათლივ პრობლემა. რა შინაარსიდებს ამაში? რატომ არ არის ეს ასე? ნუ ჩვენ რასაც ვიგებთ ხოლმე, ძირითადად უკავშირდება ეს ტექნიკურ ნაწილს, რასაც ნუ ოფიციალურად ვიგებთ, რომ აი კამერა ვერ ამოიცნობს თუ ამოიცნობს, კამერა ამოიცნობს ძალიან კარგად ძღოლსაც. სინამდვილეში ამის ტექნოლოგიები იმდენად არის დახვეწილი ამ კანონის აღსრულების ნაწილში, ელემენტარულად არსებობს ევროპული მაგალითები, როგორ ხდება, ხო? მაგრამ ჩვენ დღეს გვაქვს ეს რეალობა, რომ კამერაზე არ არის მიბმული, რა ხდება, ხო, შედეგად? ის ვისაც მაგრამ მანქანას ხომ ამოიცნობს შეუულებრივად ვიდეო ჯარიმები ვინ დაარღვია, ხო? ვინიჯდა საჭესთან. დიახ, მაგრამ ხო, ეს რატომ არა ეს პრობლემა აღარ არის. შეგვიძლია ამაზე დრო აღარ დავხარჯოთ, ეს პრობლემა აღარ არის, კანონის აღსრულება და ტექნოლოგიები იმ დონეზეა დახვეწილი, ეს საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს, ხო? დღეს ჩვენ გვაქვს სურათი, რომ ვისაც აქვს ფინანსური შესაძლებლობა, მას შეუძლია უბრალოდ იყიდოს დარღვევა და მოიქცეს ისე, როგორც მას თავად მოესურვება, ფხიზელ თუ მთრალ თუ, რა ვიცი, რათასნაირ სხვა მდგომარეობაში, ემოციურ ფონზე თუ ასე შემდეგ. ანუ თუ პატრულმა არ დაგიჭირა, ასე ვთქვათ, თავად არანაირი ქულა
არ მოგაგბება. სწორია და ჩვენ პატრულს აღარ ვთხოვთ, როგორც წესი, რომ ყველაფერზე რეაგირება მოახდინე, ამას გაეკიდე ის რატომ? იმიტომ რომ თანამედროვე ტექნოლოგიები რისთვის არსებობს, ხო? ეს უნდა მოხდეს ავტომატიზირებულ რეჟიმში, არ არის საჭირო პოლიციელმა შენიშნეს თუ არ შენიშნა. კანონის ახსულება უნდა ხდებოდეს ავტომატიზირებულ რეჟიმში და არ უნდა საჭიროებდეს ფიზიკურ რესურსს საპატრულო პოლიციის. ხომარდევს აქ ასეთი შინაარსი, რადგან კამერებზე არ არის მიბმული და ეს უფრო საბაბს გავს ვიდრე მიზეს. უბრალოდ ფული დააგროვოს სახელმწიფომ და არიზრუნოს ადამიანების სიცოცხლეზე, ხო? აი ქულების დაკარგვაზე კი არა, ანუ ორიენტირებული იყოს იმაზე, რომ არ ღვიოს რა ამ ძღოლმა, რამდენიც უნდა და ჩვენთან შემოვა ბიუჯეტში ფული. ეს შინაარსი დევს აი ამ ამბავში. ხო, ესე ცალსახად რთული სათქმელია, რომ ეს დაუშვათ, ეს შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ ადამიანები ხდიან ასობით ჯარიმას, ათასობით, ერთი ადამიანი იხდის, ხო? მარტო ასობით ჯარიმას, რა თქმა უნდა, ეს როგორც ჯარიმების ოდენობით და რაოდენობით ბიუჯეტში შედის ეს თანხა, კამერებზე მიბმის შემთხვევაში, ზოგადად კანონის ახსულების კამერებზე მიბმის შემთხვევაში, იმის შიშით, რომ ადამიანი დაკარგავს მართვის მოწყობას, რა თქმა უნდა, არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს და რა თქმა უნდა, ბიუჯეტში ამ შემთხვევაში ჯარიმებიდან შემოსავალი უნდა ვივარაუდოთ, რომ იქნება ნაკლები. აი აქ გორის შემთხვევაზე, როდესაც ვსაუბრობთ, სხვა პრობლემებიც დასახელდა, ეს იქნებოდა გადასასვლელების ზებრა, გადასასვლელები თუ ესე იგი კომპლექსური საკითხია მართლაც და აი ერთი შემთხვევა, რომელიც ძალიან მძიმეა, ეს ავლენს რამდენიმე ისეთ მძიმე პრობლემას და რის გამოც ამას ვუწოდებთ სისტემურს. აი ფართო სურათში, აი ეს სტატისტიკა რას გვიყვება ჩვენ? ახლა ვიდეო კამერებზე რომ მიბმული არ არის, ეს ერთი საკითხია დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ბევრია კი ერთი ტექნიკური ხო, რაც აი ამ სტატისტიკას ზრდის. როგორ ხდება ეს და რატომ ხდება, რა არის გამოსასწორებელი იმისთვის, რომ ეს კოშმარული სტატისტიკა არ გქონდეს? პირველ რიგში ის, რომ ჩვენ ვითხოვდით, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა ყოფილიყო ქვეყანაში. ევროკავშირის ვერცეთ ქვეყანას ვერ ნახავთ ისეთ, სადაც ეს სტრუქტურა არ არსებობს. ჩვენ რეალურად მივიღეთ საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი, მაგრამ მივიღეთ არა როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა, არამედ ეკონომიკის სამინისტროში და საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი კი არა და სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელსაც ექნება ლიდერის ფუნქცია, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროზე, ანუ მისი რეკომენდაციები უნდა იყოს სავალდებულოდ შესასრულებელი. ჩვენ დღეს მივიღეთ სახელი. ფუნქციურად საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი დღეს არის ისეთი სტრუქტურა, რომელსაც არ აქვს ტექნიკური ბაზა, არ აქვს მატერიალური ბაზა, არ აქვს მას არ შეუძლია ჩატაროს კვლევები, მაგალითად საგზაო ლაბორატორია არ აქვს, ხო? არ შეუძლია ისეთი დასკვნა თითო შემთხვევაზე გამოიტანოს, რომ მე იმავე შემთხვევით საგზაო შემთხვევა აღარ ხდებოდეს. ეს რეალობა, ესე ხდება. ხო, ნუ უფრო არის საკონსულტაციო ორგანო და ჩვენ ვითხოვდით მუდმივად, რომ ჩვენ სახელი კი არ გვჭირდება, ეს გვჭირდება ფუნქცია. ფუნქცია არის ის, რომ ძირეულად ხდებოდეს საგზაო შემთხვევის შესწავლა თითოულის, მათ შორის აი ესეთი ფაქტის, რომ შემდეგში ამავე შინაარის საგზაო შემთხვევა არ ხდებოდეს. პირველ რიგში ამ ვერტიკალში, ან სტრუქტურაში არის პრობლემა და ეს ქმნის ზუსტად იმ სისტემურ პრობლემას. მთავარი რა არის, ხო კიდე, რომ თანამედროვე მიდგომა არსებობს Vision Zero, ესეთი, ანუ შვედების ინიციატივა, ეს არის ნულოვანი მაჩვენებელი დაღუპულების და მთელი პროგრამაა ეს. ჩვენ ესეთ თანამედროვე პროგრამებს ან ვერ ვნერგავთ, ან თუ ვნერგავთ ნაწილ ვაკეთებთ, როგორც ქულათა სისტემა, ხო? კარგია, დავიწყეთ, მაგრამ სად არის? დანერგილი არ არის პრაქტიკულად ქულათა სისტემა თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად. რა არის თუ არა დათვლილი? აი საქართველოში რა თანხებთან შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული? დაუძლევადი ფინანსური რესურსი შეიძლება ამას? აი აი პოლიტიკური ნება რამდენად არის ეს კიდევ ერთი ცალკე საკითხია, მაგრამ აი თუ მივადგებით ფინანსურ ნაწილს, აი რატომ არ კეთდება? რა დანახარჯებზე შეიძლება იყოს აქ საუბარი? ხო, ეს ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ ჯერ უნდა ვთქვათ ესე, რა დანახარჯია, როცა ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება ჩვენს ქვეყანაში და რა ზარალს ვიღებთ, ხო? ასასნაირი დათვლილი, მათ შორის ეკონომიკურ ნაწილშიც და აჭარბებს $9 მილიარდ და ასე შემდეგ. ანუ ის, რასაც სახელმწიფო ხარჯავს, ადამიანური და რა თქმა უნდა, ადამიანური მსხვერპლი, ის, რასაც სახელმწიფო ხარჯავს
აღმოფხრაში უკვე მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების იმის 10% რო იხარჯებოდეს პრევენციაში, ჩვენ ეს პრობლემები აღარ გვექნებოდა. მარტივი სისტემის შედგენა შეგვიძლია საგზაო უსაფრთხოების ზოგადად, ისეთი, რომელიც უკვე დანერგილია, ჩვენ კი არ უნდა მოვიგონოთ რამე. სინამდვილეში უნდა ვნახოთ ის თანამედროვე ტექნოლოგიები რა არის და გვაქვს ეს ტექნოლოგიები, არის პროგრამები შესაბამისად და ეს უნდა დავნერგოთ. ეს არ არის ძალიან დიდ დანახარჯებთან დაკავშირებული, არის დანახარჯებთან დაკავშირებული, მაგრამ ის, რასაც შემდეგ ეს პროგრამა აგვარიდებს თავიდან, დაშავებულებს, დაღუპულებს, ეკონომიკურ იმ ზიანს, რასაც იღებს ხო სახელმწიფო 10-ჯერ უფრო მეტი მოგება რჩება სახელმწიფოს ვიდრე აი ესე როგორც მივდივართ ეხლა რომ რეალურად ხოლოდ ვაკეთებთ რას ვითვლით დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობას და ვცდილობთ უკვე მომხდარზე რეაგირებას. მომხდარზე რეაგირება ჯდება უფრო ძვირი, სახელმწიფოს უჯდება უფრო ძვირი, ვიდრე ის რომ პრევენციაში ჩადოს თანხა. კი ბატონო და კიდევ ერთი შეკითხვა, აი ჩვენ ვისაუბრეთ ძირითადად იმაზე, რას არ აკეთებს სახელმწიფო და რა უნდა გააკეთოს. ასევე ამას აქვს მეორე ნაწილი და ვერ გავექცევით, ხო? ეს ერთმანეთთან დაკავშირებულია, მაგრამ მაინც პასუხისმგებლობის საკითხი თავადმძღოლების და ცნობიერება იმისა, როგორ უნდა იქცეოდნენ. რასაც თქვენ საუბრობთ, ამას რაღაც მხოლოდ სადამსჯელო ფუნქცია არ უნდა კონდეს, ხო? ანუ ამას უნდა მოყვებოდეს ცნობიერების, ამაღლების საკითხი, რომ მძღოლებმა იცოდნენ გარკვევით ყველამ, რომ და იციან, მაგრამ არ მუშაობს ის მეორე ნაწილი, რამაც უნდა გადააზღვიოს ეს, რომ ნასვამი თუ დაჯდება საჭესთან ემშვიდობება მართვის უფლებას, ხო? და კიდევ ბევრი რამ უნდა იცოდეს. რა დონეზეა ეს ახლა საქართველოში? საგზაო უსაფრთხოება შედგება ნამდვილად რამდენიმე მიმართულებისგან და აქ წამყვანი არის განათლება და ჩვენ როგორ ვიღებთ ესეთ საზოგადოებას, ხო, საბოლოოდ ყველას გვიკვირს, აი როგორ იქცევა ეს ხალხი, რატო იქცევა ეს? იმიტომ რომ საგზაო უსაფრთხოება უნდა ისწავლებოდეს სკოლამდელი დაწესებულებიდან, ჯერ კიდევ ბაღის ასაკის ბავშვებში. შემდეგ უნდა როცა იღებს მართვის მოწმობას, აი ეს გზა როგორ ხდება, როგორ მიდის მართვის მოწმობამდე, მთელი ეს გზა საჭიროებს რეფორმირებას. თავიდან ბოლომდე არის რეფორმები გასატარებელი, იმიტომ რომ ის რაც დაწყებული იყო, მათ შორის ქულათა სისტემა, ხო? შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად არ არის დანერგილი. პირველ რიგში ეს უკავშირდება განათლებას, ხო? მეორე მთავარი აქ არის ცნობიერების ამაღლების კამპანიებიც, რომელსაც მათ შორის იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მთელი ეს განათლების ჯაჭვი უმაღლეს დონეზე აქ ადამიანს გავლილი, მუდმივად ახსენებენ, რა შეიძლება გამოიწვიოს ამა თუ იმ ქცევამ, დარღვევამ ადამიანის. მათ შორის ალკოჰოლზე იქნება ეს საუბარი თუ სიჩქარის გადაჭარბებაზე. ჩვენთან ცნობიერების ამაღლების კამპანიები გაჩერებული არის. ეხლა ამ ეტაპზე უკვე რამდენიმე წელია, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ ხა იმის საშუალება, რომ დაუშვათ ეს კამპანიები აკეთონ. გამოსავალი აქ არის იმაში, რომ სახელმწიფომ უნდა აღიაროს ეს როგორც პრიორიტეტული მიმართულება, უნდა თქვას, რომ ეს ამდენი დაღუპული ევროპაში ყველაზე მეტი დაღუპული მილიონ მოსახლეზე ითვლება ეს ან 100,000 მოსახლეზე. უნდა თქვას, რომ ეს არის პრიორიტეტული და შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებები გააკეთოს და რეფორმა გაატაროს. რეფორმა იწყება განათლებიდან და სრულდება კანონის აღსრულებით. და ჩვენი საუბრის მიწურულზავით მე მინდა გითხოთ, რა ურთიერთობა არსებობს დღეს საერთოდ სახელმწიფო სტრუქტურებსა და სპეციალისტებს შორის, ამ საქმის პროფესიონალებს შორის. ჩვენს ქვეყანაში არიან ამ საქმის პროფესიონალები, ერთ-ერთი თქვენც ხართ და მე მახსოვს, რომ წლების წინ ავად თუ კარგად რაღაც კომუნიკაცია არსებობდა. დღეს რა ვითარება? დღეს ესეთი ინტენსიური არ არის ეს კომუნიკაცია. ქვეყანაში არსებობს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია. ამ დოკუმენტის ირგვლივ შევიკრიბეთ ჩვენი ასე ვთქვათ კომუნიკაცია მხოლოდ საკონსულტაციო ფორმატში არის, მაგრამ რაც აკლია ამ ფორმატს არის ის, რომ გადაწყვეტილების მიმღების სტრუქტურა არ არის. ანუ ვინც გადაწყვეტილებებს მიიღებს საგზაო უსაფრთხოებასთან მიმართებაში პოლიტიკის ნაწილში მათ შორის და იტყვის, რომ აი ეს უნდა დაისახოს და გასცემს დავალებას, ასე რომ ვთქვათ, ყველა სტრუქტურის მიერ, ასეთი სტრუქტურა არ გვაქვს. ეს საკვანძო პრობლემაა. კი, ეს არის ზუსტად თავარი პრობლემა, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ აი ესეთი საგზაო შემთხვევა, რომ მეორედ აღარ მოხდეს, რა უნდა გატარდეს. ვიღაცამ ეს ხო უნდა დაალაგოს როგორც სისტემა, ან რაღაც კვლევა ხო უნდა ჩატარდეს, ხო ამ მიმართულებით. ამიტომ ეს არის ჩვენი ახლა მთავარი გამოწვევა და პლუს ის, რომ ჩვენც როგორ ვართ, იცით, აი კონსულტაციებს, კი ბატონო, რეკომენდაციის მიცემ, ეს რეკომენდაცია ხან სრულდება, ხან არ სრულდება. შეუძლებელია, რომ საგზაო უსაფრთხოება იყოს საცდელი რაღაცა ლაბორატორია, იქნებ ესე გამოვიდეს და
კარგი იყოს, ან ეს არ ხდება ეს. ამიტომ მე მოუწოდებ და გუშინაც ვთქვი და დღესაც მინდა ვთქვა, შესაბამის გადაწყვეტილების მიმიღებ პირებს მიუმართავ, რომ ამ სფეროში არიან ადამიანები, ვისაც ესმით ეს საკითხი და 1 და 2 წელიწადში შეძლებენ 2-3 წელიწადში შეძლებენ განახევრებასაც კი დაშავებულების და დაღუპულების. რა თქმა უნდა, ეს პრობლემას დატოვებს, იმიტომ რომ კიდევ რჩება პრობლემები და კიდევ დაიღუპება ადამიანი, ეს არ უნდა თქვას, ხო, საგზაო უსაფრთხოების ექსპერტებმა, მაგრამ ჩვენი ჩართულობით ჩართონ ეს სპეციალისტები, ოღონდ ისე კი არა საკონსულტაციო, პირდაპირ გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტი მისცენ, რომ ის ნულოვანი მაჩვენებელი დაღუპულების, რაც არის ვიჟენ ზერო და საერთაშორისო სტანდარტი, საქართველოს ჩაჯდეს აი ამ ფორმატში. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი.